პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერის შემდეგ კონსტიტუციის ნორმად იქცა და ამოქმედდა ცოტა ხნით ადრე ინიცირებული ცვლილების პროექტი, რომლის ძალითაც საქართველოში დაბადებულ და ბოლო 5 წლის მანძილზე მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლებით. პრეზიდენტის ხელმოწერამდე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებდა სააკაშვილს არ მოეწერა ხელი ცვლილებებისათვის და აცხადებდა, რომ ასეთ შემთხვევაში არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. რას ცვლის შეცვლილი კონსტიტუცია ქართულ პოლიტიკაში? ამ და არაერთ სხვა საკითხს ეხება დღევანდელი დიალოგი, რომელშიც მონაწილეობენ კონსტიტუციონალისტი პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, თინა ხიდაშელი კოალიცია ქართული ოცნება და ნინო ლაპიაშვილი კოალიცია ევროპული საქართველოსთვის. აღმშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვიწყებთ დიალოგს დავით ბაიჭაძესთან. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არიან თინა ხიდაშელი და ნინო ლაპიაშვილი, ხოლო ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩაგვერთვება ბათუმიდან. მოგესალმებით, მადლობთ რომ მოგზადეთ. მე ვესალმები ბატონ ავთანდილსაც, რომელიც გახლავთ თავმჯდომარე იმ კომისიისა, დაახლოებით 1 წლის მანძილზე რომ მუშაობდა კონსტიტუციის ახალ პროექტზე, უბრალოდ კონსტიტუციის შესატანის ცვლილებების ახალ პროექტზე. რომელიც მე იქცა კიდეც კონსტიტუციურ ნორმებად. საღამოშიდობის პარლამენტ. საღამოშიდობის. მოდი დავიწყოთ თავდამცველების შესახებ ლაპარაკით. დღეს მოეწერა ხელი და შევიდა ძალაში. შეიძლება ბევრისთვის ეს არის უბრალოდ ფორმალობა, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება, ვიღაც კი არავის არ ეპარებოდა ეს რა ხელს მოაწერდნენ, მაგრამ დღევანდელ დღემდე ის მაინც არ იყო კანონი და დღის შემდეგ ეს უკვე კანონია. კონსტიტუციაში შესატანილი და შეტანილი ცვლილებებიც კი შეიძლება მიხვდეთ რომ ისინი შედეს კონსტიტუციაში იყოს მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანი. ამ ცვლილებას როგორ შეაფასებდით? ბატონ დავით, მე მეკითხებით? დიახ. ხომოდი დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა კონსტიტუციის ხშირი ცვლილება არასასურველი მოვლენა არის. მაგრამ საქართველოს ტრანზიციის ეტაპზე მყოფი სახელმწიფოა, დინამიკურად ვითარდება და შესაბამისად საჭირო არის მისი პოლიტიკური სისტემის სრულყოფა. სწორედ ამ ჭრილში განვიხილავ მე განხორციელებულ ცვლილებას. ანუ ჩემი აზრით ამ ცვლილებას შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის სრულყოფას. სახელმწიფო ამ ცვლილებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი. პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ძლიერი ფინანსურად და პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურ სისტემაში შეავსოს ის ნიშა, რომელიც რეალურ ნამდვილ ძლიერ ქმედუნარიან ოპოზიციას შეუძლია შექმნას. გარკვეულ მიზეზთა გამო ამ კონკრეტულ სუბიექტს არ შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ ცვლილება, რომელიც განხორციელდა ამჟამად, ეს არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ვფიქრობ, რომ მისი მონაწილეობა ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუარობას და პოლიტიკური სისტემის სრულყოფას. და მე ვიმედოვნებ ოდესღაც პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც დღეს 200-მდე პოლიტიკური პარტია და გაერთიანება არის, პოლიტიკური გაერთიანება არის რეგისტრირებული, უფრო სრულყოფილი გახდება და წავა ოპტიმიზაციის გზით. აი ამ კუთხით განვიხილავ მე განხორციელებულ ცვლილებას. დიდი მადლობა, მოდი ხა ჩვენი სტუდიის სტუმრებს მე მართლა სხვა შეკითხვებით, ხო? როდესაც გამოქვეყნდა ბატონ ივანიშვილის მიმართვა მას შემდეგ, რაც რეალური გახდა ამ ცვლილების დაფორმულება და შემდეგ საკონსტიტუციო ნორმად ქცევა, ამან გამოიწვია ინტერპრეტაციათა მთელი რიგი, შეიძლება ითქვას, ეს რას ნიშნავს, მიდის ეს კაცი პოლიტიკიდან, მოკეთ არ მინდა ხა ჩამოთვალო რა იყო, მით უმეტეს არ მინდა ჩვენ დღევანდელი გადაცემა ჰგავდეს ჩხუბის მერე მუშტების ქნევას, ხო ჩვენ ჯობია უფრო მომავალს გავხედოთ და წარსულზე შედარებით ნაკლები ვილაპარაკოთ. მოკლედ როგორი რეალობის წინაშე გახართ ახლა თქვენ? კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ქალბატონ თინას მიმართავ ამბობს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. მეორე მხრივ რომ დავფიქრდე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ არის აუცილებელი თქვა პრემიერის პოსტის დასაკავებლად. ეს გათვლა არის აქ თუ კიდე რაიმე სხვა? მოგესალმებით პირველ რიგში. გაცრუება. მივესალმები მაყურებელს და ბატონ ალთოს.
ჯერ პირველ რიგში არ შემიძლია იმას ორ სიტყვას ვიტყვი, მე გეთანხმებით, რომ წარსულზე ლაპარაკს აზრი არ აქვს ახლა, იმიტომ რომ რაღაცები რაც ხდება, უნდა გადავშალოთ და გავაგრძელოთ მოქმედება, თუმცა ეს აწყვოა ჩვენ, იმიტომ რომ დღეს მოხდა. თლათ ასე წარსულშიც არ არის ჯერჯერობით ეს ყველაფერი. ამიტომ არ შემიძლია რომ ორი სიტყვა არ თქვა იმაზე, რაც ბატონმა ავთომ თქვა, მან სამი ძირითადი ფრაზა თქვა, მან თქვა რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბრობდა, როგორც შემდეგ და კონკრეტა ტრანზიციის პერიოდში, ანუ გარდამავალ პერიოდში ყოფი სახელმწიფოს განვითარება სჭირდება, რომ დინამიურად უნდა ვითარდებოდეს კონსტიტუციური პროცესი და რომ პოლიტიკური სისტემის სრულყოფას ემსახურება. მე ბატონმა ავთომმა სწავლა კონსტიტუციური სამართალი. და ძალიან ვწუხარ, რომ დღეს ის ასე საუბრობს, იმიტომ რომ ეს არ არის რასაც მე 5 წლის განმავლობაში მასწავლით. როდესაც კონსტიტუციური ცვლილება ხერხდება ერთი ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გარდამავალი პერიოდისთვის, პოლიტიკური სისტემის სრულყოფისათვის. თუ კი ქვეყანაში ესეთი რამ არის დაშვებული, რომ შეიძლება ერთი კაცის ინტერესებს მოვარგოთ ქვეყნის ფუნდამენტური კანონი, მაშინ ეს იქცევა ჩვევად და შეიძლება ყველაფერი მოვარგოთ ერთი კაცის ინტერესებს. მაგალითად, რა შეაჩერებს ხვალ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება, რომელიც იმავე ერთი კაცის ინტერესებიდან გამომდინარე, ვისთვისაც ეს ცვლილება განხორციელდა, იტყვის, რომ მესამედ პრეზიდენტის არჩევა არის ლეგიტიმური, ნორმალური, ჩვეულებრივი ასეთი ცვლილება. ეს განხორციელდა არა ივანიშვილისთვის, არამედ სააკაშვილისთვის. ეს ცვლილება გახდა, ეს არის მეორე, რის თქმაც მე მინდა ამ წარსულზე და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. ეს არის აბსოლუტური ეს არის არასწორი გაგება, არასწორი ინტერპრეტაცია იმისი, რაც მოხდა საქართველოში. საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა არა ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილისთვის. აი ეს უნდა დაასაბუთოთ. რა თქმა უნდა და ძალიან ადვილია ამის დასაბუთება. იმიტომ რომ თუ კი ამოცანა მდგომარეობდა იმაში და ყველა შეწუხდა და ყველა იყო მოტივირებული, რომ ბიძინა ივანიშვილს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ამის უზრუნველყოფა შეიძლება და ძალიან მარტივად პირველი ჩვენს მიერ აღარ ვლაპარაკობ უკანონოდ ჩამორთმეულ მოქალაქეობაზე, გასაგებია, ის პანიკის ნიადაგზე მოხდა, ამის საუკეთესო დასტური ეკა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რომ ეს აქტი თავისთავად პანიკის და შიშის საფუძველზე განხორციელდა, მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ სამი სხვადასხვა პროცედურა განვახორციელეთ მოქალაქეობის დაბრუნებისთვის, სამივე შემთხვევაში, აი ამ ძალიან შეწუხებულ საზოგადოებას, მეც მახსოვს ითხოვდა ნატურალიზაციის გზით. სამი პროცედურა დავასრულებდა და პრეზიდენტის აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტის აქტის გასაჩივრება ერთი, მეორე ის იყო თავად მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართვა სასამართლოს წესით და სასამართლოს საშუალებებით და მესამე ეს იყო უკვე ნატურალიზაციის წესით მიმართვა იუსტიციის სამინისტროსთვის. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სასამართლო სისტემაში არ არის დასრულებული პრეზიდენტის აქტის გასაჩივრების პროცედურები. რა უშლის ხელს უზენაეს სასამართლოს მე არ მესმის იმისათვის, უბრალოდ საქართველოს სასამართლო სისტემას, იმისათვის, რომ ეს პროცედურა დაამთავროს, თუ არა ერთადერთი რამ, რომ მათ უნდათ რაც შეიძლება მეტი დრო გაიყვანონ ამ პროცედურაში, რომ ჩვენ სტრასბურგში არ წავიდეთ და არ დავასრულოთ სამართლებრივად ეს დავა. ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ერთი და მეორე. უკვე შემდეგ ყველა წესის და პროცედურის დაცვით მიმართვის შემდეგ უკანონოდ არ მინიჭებული მოქალაქეობის აღდგენას. და მესამე მომენტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაც თქვენი კითხვიდან გამომდინარეობს კიდევ ერთხელ არის ის რომ ბრძოლა არავის არ გაუჩერებია ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობს ისევე სრულფასოვნად როგორც ეს ოქტომბერში პირველ განცხადებაში გამოაქვეყნა ზუსტად იმავე პროცედურის ნაწილია რაც მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ აღმოჩნდა ჩვენ პირველი დღიდან ვთქვით რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ლიდერი იქნებოდა და ის გააგრძელებდა ბრძოლას არჩევნებში გამარჯვებისთვის, მას მოქალაქეობა არ მიიღია, არ მიუღია, არ დაუბრუნებია, ამიტომ არაფერი არ იცვლება, ზუსტად ისევე აგრძელებს ის ბრძოლას და ის გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოღონდ, აქაც კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც შეგნებულად უშვებენ ხოლმე განსაკუთრებით რუპორი მედია საშუალებების ჟურნალისტები, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთ მურიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ჩემთვისაც ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა. რომ აი, უმრავლესობით თუ მოხვალთ, ეხლა თქვენ შეცვლით ხო კონსტიტუციას ერთ კაცზე მორგებით იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს აღუდგეს მოქალაქეობა. არა, ბიძინა ივანიშვილი სასამართლო წესით დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას. კონსტიტუციას კი არ შევცვლით ამისთვის, არამედ სასამართლო წესით დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას. ერთადერთი მიზეზი აქვს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და ეს დადასტურდა ამ ერთი კვირის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ჩემის აზრით და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, თუ იქნება სურვილი, სრულიად უკანონოდ გვითხრეს, რომ არასწორი პროცედურით მიგვიმართავს, თორემ როდესაც ნატურალიზაცია მოვითხოვეთ და ორ მოქალაქეობით უნდა მიგვიმართა, ხაზგასმით ვამბობ, სრულიად უკანონო იყო ეს გადაწყვეტილება.
ამის მიუხედავად ამ ერთი კვირის წინ ბატონმა ბიძინამ გააკეთა განცხადება. თუ ეს არის ერთადერთი შემაფერხებელი იმისთვის, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვემხოს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება არ მოხდეს, რაც იყო ეს ცვლილებები და ეს ფრაზაც შემიძლია დავასაბუთო ბატონ ავთოს პრობლემა ქონდა ჩვენი განცხადების ამ ფრაზასთან ინტერვიუში წავიკითხე და შემიძლია დავასაბუთო რატომ არის ეს სახელმწიფო გადატრიალების მოდი ყველაფერს ერთჯერზე ნოიტყვით, ხოლმე დავასრულოთ ეს თემა, მოქალაქეობის საკითხი. მან თქვა, გამოაგზავნეთ განცხადება და ხელს ვაწერ. ოღონდ არ მოაწერო ხელი ამ სამარცხვინო, ქვეყნისთვის სამარცხვინო და ქვეყნის ფუნდამენტში დამამგრებელ ცვლილებებს. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი კიდევ ერთხელ ხელიდან გაუშვა. მე, რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია არ მქონდა. კეთილი, დიდი მადლობა თინა, მაგრამ გადავცეთ სიტყვა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და სტუმრებს. ვიზიარებ იმ პათოს, რომ კონსტიტუციის ხშირი ცვლილება არც კარგი არ არის და ცუდი არის. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის ცვლილებაზე და ძირითად კანონზე, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა არსებობდეს რაღაცა ერთგვარი უნივერსალური ხელშეუხები, რომლის გარშემოც იტრიალებს ყველაფერი და რაღაც განცდა იმისა გექნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის არის ჭეშმარიტი და რაღაცნაირად გამოსავალი აქ შეიძლება ვეძიოთ. მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაციაში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ამ კონსტიტუციური ცვლილების მიღება და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტექსტი. რეალურად შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც რეალურად პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ნამდვილად შეიცვალა და ამ პოლიტიკური თამაშის დროს ორივე მხარე პოზიციამაც და ოპოზიციამაც რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, დაიწყეს აი ამ ტერმინებით ერთგვარი манипулირება, თუ შეიძლება ასე ითქვას და როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უკვე რეალურად უფუჭდებოდა თუ არა სახელმწიფოს იმიჯი საზღვარგარეთ და რეალურად საქართველოს მთავრობა იყო თუ არა კონსტიტუციის დამრღვევი, ამ შემთხვევაში როდესაც ქვეყნის ინტერესზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეხლა რაში მდგომარეობს ეს? კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, რომ ბიზნა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. კონსტიტუცია რომ უნდა შეცვლილიყო თუ კი მოქალაქეობასთან დაკავშირებით რაღაცა ცვლილება უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობაში, ეს ცალსახა არის, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი პირდაპირ არეგულირებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხს და ასეც ქვია მეორე თავს საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. იქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ხდება ნატურალიზაციით, დაბადებით ან ნატურალიზაციით. ანუ რას ნიშნავს? ან უნდა დაიბადო, რომ საქართველოს მოქალაქე გახდე, ნუ მესამე წესიც არის გასაგებია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, ან ნატურალიზაციით. ნატურალიზაციის კლასიკური განმარტება ნიშნავს იმას, რომ შენ არ ყოფილ ხარ დაბადებით საქართველოს მოქალაქე და შემდეგ უნდა გინდა რომ ამ ქვეყანასთან კონდეს სამართლებრივი და პოლიტიკური კავშირი, რასაც მოქალაქეობა. ფორმალურად არ შეიძლება რომ ბატონ ივანიშვილი ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის მოქალაქედ, რომლის სამართალმემკვიდრე საქართველო არ არის? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხლა როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეობა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კი არ დაკარგა და კი არ ჩამოართვეს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება მრავალი ტიპის შემთხვევა განვიხილოთ, როგორ შეიძლება რომ ბატონმა ბიძინამ საქართველოს მოქალაქეობა კი არ დაუბრუნოს, არა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანი არის აი ზუსტად ის ტერმინი, რასაც ქვია ჩამოართვეს თუ დაკარგა. ეხლა იგივე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ამბობს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელი არის, მე-13 მუხლი არეგულირებს ამას. და გამოდის რომ გარდა იმისა რომ ესე იგი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ესე წარმოჩინდა რომ გარდა იმისა რომ ესე იგი საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ოპონენტს არ აძლევდა იმის საშუალებას რომ პოლიტიკაში შემოსულიყო და არჩევნების გზით მოსულიყო ხელისუფლებაში მან ასევე დაარღვია უმთავრესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია. მაშინ როდესაც მანამ სამ საქართველოს კონსტიტუცია ახსენებს მოქალაქეობის ჩამორთმევას მანამდე მე-12 მუხლში ხდება კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესს არეგულირებს ორგანული კანონი. ეხლა საქართველოს ორგანულ კანონზე რო გადავიდეთ მოქალაქეობის შესახებ, დიახ, იქ საუბარი, არა, უბრალოდ აი კონტექსტი რო წარმოვაჩინო, იქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობა პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენ ხარ პოლიტიკურად და სამართლებრივად დაკავშირებული სახელმწიფოსთან და მასთან შენ გაქვს ორმხრივი, ანუ ორმხრივი ურთიერთობები და ვალდებულებები არსებობს, ხო? როდესაც მოქალაქის მხრიდან ამ ვალდებულებების დარღვევა ხდება, მაშინ
კონკრეტული მუხლი ეძღვნება იმას თუ რა შემთხვევაში ხდება მოქალაქეობის ჩამორთმა და საკმაოდ მცირე ჩამონათვალია 4 შემთხვევა არის. ერთ-ერთი არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. ხა ძალიან კარგად ნაცნობია ყველასთვის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ რაც მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის მიერ, მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ეს საფუძველი იყო ავტომატურად. ეხლა რატომ გასაგებია, ჩვენ მაინც უფრო ძველი არგუმენტების რიგში ვიყავით, თუმცა მეტი არგუმენტი არც არის. ესენია. მაგრამ მოდი მაინც გავხედოთ მომავალს და დღევანდელობას. მე ბატონ ავთოს მინდა მივმართო ისევ ბათუმში. ბატონ ივანიშვილი თავის ღია წერილში, რომელთაც ეს სააკაშვილს მიმართავდა ამ ცვლილებების ტექსტის გამო, ამბობს ასეთ რამეს, რომ ეს ცვლილება თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. იზიარებთ ამას? ხო, იცით, ეს პოლიტიკური განცხადება იურიდიულ ენაზე რომ გადავიყანოთ, მე ვფიქრობ და თინიკომაც ახსენა ეს, სხვა შორის მინდა ქალბატონ თინას უთხრა, რომ მე ვამაყობ იმით, რომ ის იყო, მე ვასწავლეთ იმას კონსტიტუციურ სამართალს. მე ვფიქრობ, ეგ ის რო ყოფილა ჩამოყალიბდა როგორც კონსტიტუციონალისტის და პოლიტიკოს შეფასება ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება ამ განცხადებას, თუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იურიდიულ ენაზე გადავიყვანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი არის დანაშაული. მე მაინტერესებს, დანაშაულის რა შემადგენლობაზე არის აქ საუბარი? რა დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლი დაირღვა? მე ვერ ხედავ აქ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ზოგადადაც ვერ ხედავ. მე პირიქით ვამბობ, რომ ამ ცვლილებით ხდება ხელს უწყობთ ნორმალურ კონკურენტუნარიან თავისუფალ არჩევნების ჩატარებას. თუ ამგვარად ვერ მოგვარდა ეს საკითხი, მე არ ვიცი როგორ უნდა მიიღოს ბატონმა ბიძინამ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას, რა თქმა უნდა, მას შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ამოქმედებული ნორმის შესაბამისად. ალბათობა რომ მოქალაქეობას, რაც შეეხება მოქალაქეობას, ჩემთვის უდავოა რომ მან დაკარგა მოქალაქეობა აბსოლუტურად კანონიერად. შეიძლება სადავო იყოს ნატურალიზაციის წესით მისთვის მოქალაქეობის არ მინიჭება, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა გზა და მე არაერთხელ მithქვია, თინიკომაც მე მგონი ეს აღნიშნა. მიმართოს დასრულდება სასამართლო პროცესი, სასამართლო გამოიტანს რაღაცა გადაწყვეტილებას, სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს და მე შემდეგში ან მანამდე შეიძლება შეიტანოს ორმაგ მოქალაქეობაზე. კეთილი, თქვენი აზრით როგორია ალბათობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აი ამ ცვლილების, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედების შემდეგ შეიძლება დაბრალდეს დამცვლელების გამო შეიძლება დაბრალდეს პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება საკანონმდებლო მექანიზმებით? მე არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ სუბიექტებზე არის აქ საუბარი. თუ ძალიან ხშირად ისმის, რომ ამ ცვლილებით შეილახა საქართველოს იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებსაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მე ვერ ხედავ აქ ვერავითარ დარღვევას, ვერავითარ შეზღუდვას ამის უფლებით. ჯერ ერთი პირდაპირ ამ ბოლო ცვლილებაში 104 მუხლის მეოთხე პრიმა მუხლში პირდაპირ წერია პირველ პუნქტში, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება ეს. იქნება ეს ორ მოქალაქეობა თუ ერთ მოქალაქეობა. და ჩვენ გვახსოვს სწორედ საპირისპიროში ნარსის მტკიცება, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს იკრძალებათ აი ამ ცვლილებათა განხორციელების შემდეგ არჩევნებში მიიღება და სიმართლე გითხრათ მე ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ არა. ეს აკრძალული ქონდათ მანამდე და ამ ცვლილებით ეს არ შეცვლილა. ეს აკრძალული ქონდათ ბატონო ავთო, იმედი ამაზე მაინც დამეთანხმებით, რომ ამ ცვლილებებამდე ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს აკრძალული ქონდათ პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის. ძალიან აქტუალური დამისახელეთ საკანონმდებლო აქტი, სადაც ეს არის აკრძალული ერთი. საქართველოს კონსტიტუციაში ბატონო ავთო. რა, საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლში. მოდი ბატონო მათონ თქვენს და კი ბატონო. ამ ცვლილებებამდე გეკითხებით ბატონო ავთო, ამ ცვლილებებამდე აკრძალული ქონდათ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქვეყნის მოქალაქეებს ამ სამი მაღალი თანამდებობის დაკავება. კი. ხო, ამას ვკითხულობ. ამაში მეთანხმებით. კი, ამაში კი ბატონო, ეხლა დავაგრძელოთ. 29 მუხლის მეორე პუნქტში პირდაპირ არის, მაგრამ ეხლა დავაგრძელოთ ბატონო ავთო.
თინიკო, კი ბატონო. დამამთავრებინე თუ კი, ბოდიშფრიფტი, ანუ მე სწორედ ეს დასტური მინდოდა დანარჩენს შემდეგ ვისაუბრებთ. სწორედ ეს არგუმენტი, რომელიც თქვენ თქვით, აბათილებს იმ თეზისს, რომ ორმოქალაქეებს ეზღუდებათ უფლება. არა. საკონსტიტუციო რეფორმის დროს ჩვენ დავადგინეთ, რომ მხოლოდ აი ამ სამი თანამდებობის დაკავება არ შეუძლია ორმოქალაქეობის მქონე პირს. დანარჩენი შეუძლია, იგი შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრი, იგი შეიძლება გახდეს მინისტრი და მაგალითებიც ხო იყო თქვენ ციცი ძალიან კარგად. და ეს ასე რჩება ძალაში დღეიდანაც. ასე რჩება ძალაში ბატონო ალთო? ასე რჩება დღესაც ძალაში. დღესაც ეს რჩება არა, არ რჩება. არა, როგორ არ რჩება? აბა მაშინ მითხარით რატომ არ რჩება? მაშინ მითხარით? მაშინ უკაცრავ. მაშინ მითხარით რატომ? პასუხოს ბოდიშფრიფ. 104-ის მეორე პუნქტში წერია. ამ შემთხვევებზე ვრცელდება, ამ შემთხვევებზე არ ვრცელდება ის შეზღუდვები, რომელიც არის 29. ანუ ევროკავშირის მოქალაქეებზე. ამ შემთხვევებზე მითითებულია პირველი პუნქტი. ევროკავშირის მოქალაქეებზე არ ვრცელდება ის შეზღუდვები. ამაშია საქმე ბატონო ალთო. როდესაც ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ თინიკო მაგაზე გეთახმები. ხო, კი ბატონო, ეს არის აქ ამაშია საქმე. მაგრამ თქვენ ვერ მეტყვით, მე შეგნებულად დღეს დავრეკე კაცი-ტაცის კომისიაში. არის თუ არა რეგისტრირებული როგორც საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ამომრჩევლები, ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მითხრეს კიო. არა, ამომრჩეველი რა შუაშია ლაპარაკია თანამდებობის დაკავებაზე ბატონო ალთო. ამომრჩეველი რა შუაშია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ვერ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე? ვერ გახდება დღევანდელი ცვლილებებით. უპროფესორე, ცვლილება არაფერ შუაში არ არის. დარჩა იგივე პრინციპი, რაც იყო მანამდე. ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლა. ამ წუთას ათქვით რომ არის დათქმა რომ ევროკავშირის მოქალაქეებზე, მაგრამ ორ მოქალაქეებზე არ შეცვლა. რა წერია? იძინა ივანიშვილის შემთხვევებზეა. არა, არ არის. მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქე არ არის, მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეა. ამაშია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. არა ბატონო ალთო, ესი კარწერია. კარგი, ჩვენ კარწერია ბატონო ალთო, ბოდიშფრიფტი, დიდ ბოდიშფრიფტი, მაგრამ ეს იქ კარწერია. მე აგიკითხავთ ამას, აგერ მიწერია პირდაპირ. ხო? დიახ, გისმენთ? შეიძლება წავიკითხო. დიახ. 2004 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელს მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. მეტი რა ვთქვა, თინა უკაცრავ. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ბატონო ალთო, ბოდიშფრიფტი, მე ხა ძალიან კარგად ვიცი რომ თქვენ არ გჭირდებათ ჩემგან ამის განმარტება. ჩვენ შევდივართ კაზუისტიკაში, რომელიც შიშო გაუგებარი იქნება მაყურებლისათვის და გასაგები იქნება მარტო იურისტებისთვის. არავითარ შემთხვევაში. მე ვარ ამის კატეგორიული წინააღმდეგი, საერთოდ ესეთი დამოკიდებულების წინ. ეს არის მარტივი. ძალიან მარტივი. რა არის მარტივი? საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. რა? და არა, ევროკავშირის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ეს უფლება აქვთ. და არა იმათან, ვიზაც შეზღუდვა ვრცელდება. ანუ ორ მოქალაქეობის მქონე, ეს არის ორი სხვადასხვა დებულება. ეს არის ფუნდამენტური და პრინციპული პრობლემა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ხელში უჭირავს ყველანაირი საარჩევნო უფლება. ეხლა თუ მაგაზე ვლაპარაკობთ, ეს საკეთებაა, მაგრამ ეს არის სალაპარაკო. არა, უკაცრავად კონტექსტი იყო, რატომ არის სახელმწიფო გადატრიალებაო? კითხვა ეს იყო. ოღონდ თქვენ ჩემი პასუხი რომ მოისმენთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ მე ეს კითხვა ბატონ ავთოს დაუსვდეს, ამის კითხვას რომ ავტომატურად ნაწილდება ყველა სტომარზე, ეს ასე არის. მე ვაპირებ რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები იმას. მე ვაპირებ სხვა რამ მეკითხოთ, დღევანდელი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით გამოდის რომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს აქვს სრული უფლება ის სამი თანამდებობაც დაიკავოს. დღევანდელი მისი სტატუსი. ოღონდ არა აქვს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის. აქვს ამის უფლება სრული. და მე ვიკითხე მე სხვა კითხვას დავსვი. არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს ხელისუფლება ვინმე დაადანაშაულოს, რომ ის პოლიტიკურ ოპონენტს აი ამ კანონის და ამ ცვლილებების მეშვეობით დევნის და უზღუდავს პოლიტიკური მოქმედების არეალს. კი ბატონო, კი გაგცეთ. ეს ვიკითხე. ნინოს არ უთქვამს დიდი ხანი არაფერი. არა, პრინციპში იმ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ სიტუაცია ჩემთვისაც ძალიან მარტივი არის. ნამდვილად ვეთანხმები ქალბატონ თინას იმასთან დაკავშირებით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეები არ არიან უფლებამოსილნი, რომ გახდნენ აი სამი თანამდებობის პირები, ანუ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად თუ
დაიბადა ადამიანი, ანუ მაგალითებით ვიტყვი, რომ უფრო მარტივი გახდეს მოსახლეობისთვის, ხო, თუ ადამიანი დაიბადა ზიმბაბვეში. ადამიანს შეგაშორებთ, სალომე ზურაბიშვილს მაგრამ. არა, უფრო მარტივად, არ პრინციპში, აი მაგალითად, თუ დაიბადა ადამიანი ზიმბაბვეში და შემდეგ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. აი ამ ადამიანს, რომელსაც ორმაგი მოქალაქე არის და ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია საქართველოს და ზიმბაბვეში, მას არ აქვს უფლება, რომ გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. მაგრამ პირი, რომელიც დაიბადა საქართველოში, ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში და არის ამავე დროს ევროკავშირის მოქალაქე. ხო, არის ევროკავშირის. არ არის ეს ვთქვათ. მხოლოდ ევროკავშირის. ხო, და ამავე დროს დაიბადა საქართველოში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაიბადა საქართველოში, ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში და ამავე დროს არის ევროკავშირის მოქალაქე, მას აქვს უფლება ოღონდ 2014 წლის 1 იანვრამდე. ანუ საუბარია იმაზე, რომ მე როცა ესე დიდი შესწავლები იანვრამდე თუ იანვრიდან? მე 2 წელი. ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, მე რა ხდება? მე როცა ესეთი დიდი შესწავლები გავაკეთე მე საქართველოს კანონმდებლობაზე და ვთქვი საქართველოს მოქალაქეობა რას ნიშნავს და როგორ შეიძლება მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, იქ აღნიშნა, რომ 2 გზა არსებობს საქართველოს კონსტიტუციით, დაბადებით და ნატურალიზაციით. ხო, აი დაბადება არის ერთ-ერთი აი რაღაცა ფუნდამენტური პრინციპი, იმისა, რომ შენ საკუთარ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ხარ სამართლებრივად და პოლიტიკურად და ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები გაგაჩნიათ სახელმწიფოზე შენ ერთმანეთის მიმართ. ანუ სწორედ აი ეს ორი სიტყვა არის ძალიან გადამწყვეტი ჩემი აზრით დაბადებულია საქართველოში და ის რომ დაბადებული არ არის ზიმბაბვეში, დაბადებულია ზიმბაბვეში, აი მაშინ ეგ იქნებოდა კატასტროფა, რომ დაბადებულია საქართველოში, ეგ იმას ნიშნავს თავის დროზე ის იყო საქართველოს მოქალაქეობა მინიმუმ მიწის პრინციპით და ანუ ამ შემთხვევაში დაბადებულია საქართველოში სწორედ ქმნის იმ გარანტიას, რომ ნაკლები საფრთხის შემცველი არის ქვეყნისთვის. ანუ წარმოიდგინეთ, მივაენჭოთ ჩვენ ორმაგ მოქალაქეებს, რომლებიც დაბადებულია ზიმბაბვეში და მერე გახდა ამ ორმაგი მოქალაქეობის ჩანაწერის მიხედვით ქვეყნის მოქალაქე, იგივე უფლებები, რაც აქვს მოქალაქეს, რომელიც თავის დროზე დაბადებული იყო საქართველოში და შემდეგ ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში ისევ და არის ევროკავშირის მოქალაქე. მაგრამ იმასაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ეს ბიძინა ივანიშვილის კაზუსმა გააჩინა ამ ცვლილების შემოტანის საჭიროება და მე მიმაჩნია, რომ ისევ ადასტურებ, რომ ცუდი არის კონსტიტუციის ცვლილება, თუმცა ის უკვე შეცვლილია, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვიტანო ის ციტატა, რომელიც თქვენ პერიფრაზის სახით წაიკითხეთ, ხო, ეს არის ბატონი ივანიშვილისა და ისევ იმ ცნობილი ღია წერილიდან. ასე იგი, გავაგრძელებ, ხო, არ გავხდები უკაცრავად. მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შესწავლების გამოსწორების კიდევ ერთ საშუალება. ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ. თუმცა ეხლა მას ორმაგი მოქალაქეობა კონდეს, ახლა ამ ცვლილების ძალით ის უკვე ვეღარ ისარგებლებდა იმ უფლებით, რომელიც მას ამწუთავს. თუმცა ერთი კითხვა მაქვს, კი ვთქვით, რომ წარსულზე არ ვილაპარაკებთ მეთქი, მაგრამ მაგაზე ვილაპარაკობთ. ხო, ესე გამოდის. აი რა უდგა წინ ადრე იმას, რომ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მიიღო. თქვით, აუცილებლად გიპასუხეთ, რომ ეგ ძალიან პრინციპული კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი კითხვაა, ვფიქრობ, იმიტომ რომ ოშთოში მაშინ ასე ჩანდა, რომ ვისმენდი სხვადასხვა რეგის იურიდიულ გამარტებებს, ასე ჩანდა, რომ ყველაზე მეტი პირობა მოქალაქეობის მისაღებად არსებობდა სწორედ აი ამ მე არ მითახვევით მაგაში, არ მითახვევით იმათ უბრალოდ თქვენ ბუნებრივი მაგ არგუმენტში არ შემოხვევთ ჩემთან, მაგრამ ჩვენ არ ვიზიარებთ მაგ არგუმენტს. ეხლა რო გიპასუხებთ, რატო არ გააკეთა ეს? 2 წუთში გიპასუხებთ. ოღონდ მანამდე უნდა მინდა რომ ბატონმა თემაც გაიგოს. კითხვა ამ შემთხვევაში დგას ესე. რამდენად რაციონალური, გამიზნული და ზუსტი იყო ბატონ ივანიშვილის არჩეული გზა მოქალაქეობის დასაბრუნებლად თუ მისაღებად? ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რაც აქ ითქვა, რამოდენიმე მომენტი იყო და ძალიან მოკლე წინადადებებით ვიტყვი რა. პირველი, თავად და ფუნდამენტური კითხვა, როდესაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, არის ძალიან მარტივაჭროს. ვის ჭირდება ეს საკონსტიტუციო ცვლილება? ვის ჭირდება? ვისთვის გაკეთდა? ვის აწყობს ამას ამბობს? ვის ჭირდება? რისთვის არის საჭირო? ბატონი ავთო რომ იძახის მაგალითად ორივე ჩარტოში, პრინციპში ამ თვალსაზრისით ერთი და იგივე იდეა იყო მის სიტყვებში, ხო? რომ აი პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციას ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ეს ცვლილება არ ჭირდება. მას არასოდეს არ უთქვამს, რომ მას ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. მას არასოდეს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია არავისთვის.
ბიზნა ივანიშვილი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას. იმ ქვეყნის მოქალაქეობას, სადაც დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა და საკუთარი შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი, რომლის სამსახურშიც ჩადო. მოქალაქეობას ითხოვს და არა საკონსტიტუციო ცვლილებას. არაფერში არ ჭირდებოდა ბიზნა ივანიშვილს ეს საკონსტიტუციო ცვლილება. და ის რომ არ ჭირდებოდა და ქვეყნის ფუნდამენტის შერყევაზე არაპირებს მოსვლას. ეს ამ განცხადებით რომ თქვა რომ არ გამოვიყენებ ამ ცვლილებას, მან დაადასტურა. მეორე, რაც შეეხება ამ ბმას, დაბადებას და მოქალაქეობას და საკუთარ სახელმწიფოს შორის, ჯერ ესეთი თუ მოქალაქე არ ხარ, ის შენი საკუთარი სახელმწიფო არ არის. როგორც არ უნდა იქ დაიბადო. თუ იურისტები ვლაპარაკობთ, საკუთარი სახელმწიფო იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეშევრდომი ხარ და მისი დაცვის ქვეშ ხარ. და თუ მოქალაქე არ ხარ, მაშინ არც ერთი არ ხარ. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი და იმედი აქამდე მივალთ, იმიტომ რომ თავარი პრეტენზია, რომელიც მე მაქვს ფუნდამენტური ესეთი არსობრივი და არა ეხა ზოგადად ვინ რას ლაპარაკობს, ეს ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ ტყუილის ტირაჟირებაში ჟურნალისტებთან და მათ შორის ამ ტელევიზიასთანაც არის ეს გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ ბიზნა ივანიშვილმა თურმე ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით მოქალაქის თანაბარი ყველა პოლიტიკური უფლებები შეიძინა. ქალბატონი ეკა კოსტაძე ამტკიცებდა იმას ამ დღეს გადაცემაში და მუდმივად ისმის ეს და ამაზე აუცილებლად უნდა მომცეთ ბოლოში რამდენიმე წუთი, რომ გამომარტო რატო ეს ტყუილი. ვერ დაგპირდებით. შეიძლება არ დაგვრჩეს. არა, ნუ მე შემდეგ კითხვაზე ამას დავიწყებ მაშინ პასუხს. ეხლა მაგალითი რომელიც ნინო მოიყვანა, სწორია, იმიტომ რომ შეიძლება ზიმბაბვეში დაბადებულ ადამიანსაც ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა მეორე მოქალაქეობით მიღებული. ოღონდ ეს არ არის შემთხვევები, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. შემთხვევები, რომელიც მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, ვასრულებ. ამ ნაწილს ვასრულებ. შემთხვევები, რომელიც, იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოება, რომელიც არის მტკივნეული, ეს არის ის მრავალი ასეულ ათასი ქართველი, რომელმაც დატოვა საქართველო არა კეთილდღეობის და ბედნიერების გამო, არამედ უკიდურესი გაჭირვების გამო, მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იმავე რუსეთში და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო როგორც მეორე მოქალაქეობა. მე შეგნებულად ვახსენე წეგან სალომე ზურაბიშვილი როგორც პირველის მაგალითი, ქართველი, რომელიც დაიბადა უცხოეთში, მაგრამ გაცილებით მეტია ის მაგალითი რომელიც საკონდე ლაპარაკობს. არა, ეგ მე სხვა რამეს ვამბობ. გაცილებით მეტია მაგალითი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. ორი მაგალითია თქო, ერთი სალომე ზურაბიშვილის ნაირი და მეორე იმ 100,000-ობით ქართველის ნაირი, რომელმაც დაკარგა ქვეყნის მოქალაქეობა და შემდეგ მიიღო. აი ამ ხალხს უკრძალავს ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და რაც შეეხება დაბადებას, პასიურ უფლებას თქვენ ამბობთ? პასიურ არა, ამ თანამდებობის დაკავებაზე ვლაპარაკობ. იმ მაღალი თანამდებობის დაკავებას ვლაპარაკობ, რომელიც აკრძალულია. იცით ვინმე მოიწევდეს მაგ თანამდებობაზე? მაგას რა მნიშვნელობა ბატონ დავით, კონსტიტუცია ამაშია პრობლემა. ამაშია სწორედ პრობლემა. კონსტიტუციები არ შეიძლება კაცებზე და ქალებზე, გვარებზე და სახელებზე იწერებოდეს. კონსტიტუცია ისეთი დოკუმენტი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გაუძლოს მრავალ წლებს და ყველა სიტუაციისთვის უნდა იყოს გათვლილი. ამ საკონსტიტუციო ცვლილებაში გადაწერეს. აქვს არსებობის 20 წლის სტაჟი და აქვს უმძიმესი გამოცდილება. სახელმწიფოს გათვლილი სტაჟი აქვს, ამ ფორმაციის სახელმწიფოს აქვს 20 წლის არსებობის სტაჟი, მოდით ესე ვთქვათ. მაგას რა მნიშვნელობა? არ მეგეტყვით ამ მნიშვნელობაც აქვს, როცა მახსენდება მაგალითად 20 წლის წინანდელი წარსული, როცა კონსტიტუცია კი არ შეცვალეს, არამედ ზარბაზნებით გადმოაგდეს ხელისუფლება, ხო? იქ შეიძლება კონსტიტუციის და ეს ცინიზმად არ ჩავამართვათ, გთხოვთ, მაყურებელს მიმართა უწინარეს ყოვლისა, იქ კონსტიტუციის ცვლილება იმისთვის, რომ შენ პოლიტიკური პროცესი აქვს, გააწორნოს სწორად თუ დაარეგულირო, შეიძლება ძალიანაც ცივილიზებულ გზად მოჩანდეს, როცა 20 წლის წინ ზარბაზნები იყვნენ ერთმანეთს. მაგრამ ზარბაზანს არავინ არ ისრო და არაადეკვატური შედარებაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შედარება არა, გახსენებაა. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილება არ გვჭირდებოდა. ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილება არ ჭირდებოდა. ნინომ თქვა ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება. ოღონდ პირიქით არის ეგ ამბავი. მიშა სააკაშვილმა იგრძნო, რომ იმდენად მაღალი იყო ზეწოლა მოქალაქეობის ჯერ უკანონოდ ჩამორთმევის და შემდეგ უკანონოდ არ მინიჭების გამო. იმდენად ბევრმა მისთვის მნიშვნელობა, სამწუხაროდ მისთვის ქართველი ხალხისაც არ აქვს მნიშვნელობა და ვის აზრსაც აქვს მნიშვნელობა. აი იმდენად ბევრმა ადამიანმა უთხრა, რომ პოლიტიკური პროცესი ემუქრება საფრთხე არაკონკურენტუნარიანობის, რაც ავტომატურად არის არასამართლიანი არჩევნების საფუძველი, რომ ის უძულებული გახდა, რა თქმა უნდა, უკან ხوار დაიხევდა. მიშა მაგარია. მაგრამ თავარი ფუნდამენტური პრობლემა გააჩინა ამით. სახელმწიფოს პრესტიჟი კი არ გადაარჩინა ამით. საძირკველს დაარტყა ქვეყნის პრესტიჟის, როდესაც ერთი კაცის გამო, თავისი ახირებების გამო, იმიტომ რომ ნახევარი ნაბიჯით უკან დახევა არ შეუძლია. სწორია ბატონი ავთო, ჩვენ სასამართლოში ვართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არ ინიშნება სასამართლო პროცესი და არ გვეძლება გადაწყვეტილება, რომელსაც თუ ის არის უარყოფითი, წავიღებთ სტრასბურგში, იმიტომ რომ საქართველოს სასამართლოს კითხვა ხარჯდა ბატონ ავთოს მიცეთ სიტყვა, ითხოვდა სიტყვას ჩემგან.
ბატონო თინას მე მინდა ვკითხო. ეს პროცესი, ანუ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს ერთ თვეზე მეტი. თუ არ ვწდები, თქვენ ნახევარია მიმდინარეობს. რატომ არც ერთხელ ბატონ ბიძინამ ან მისმა რომელიმე ადვოკატმა არ განაცხადა, თავიდანვე რატომ არ განაცხადა, რომ მას არ სჭირდება ასეთი ცვლილება. უფრო მეტად დასაპარაკოთ ბატონო, თუ ახლა შეგიძლია დაასრულოთ. იმიტომ რომ ეს არ არის სიმართლე. არა, უკაცრავად. ეს არ არის სიმართლე. თქვენ გაქვთ უპირატესობა იჯდეთ სტუდიაში. ესმის, მაგრამ რა დაამთავრო საზრი და მე ეკამათე. რაც არის, არ არის სიმართლე. ჩვენ პირველ ბატონო თოს მოცეთ ფრაზის დასრულების საშუალება უკაცრავად. არა, თუ არ მათქმევინებ, თინა უნდა ვათქმევინებ. თინა რა დაგემართლა. არა, რატომ არაფერი არ დამემართა? ხოდა მაშინ დაამთავრე. პირველ დღესვე, როდესაც ქრისტიან დემოკრატებმა მოახდინეს ინიციირება, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ამაში არ მონაწილეობთ, ვემიჯნებით და ვამბობთ, რომ ეს არის თავისი არსით უსამართლო, არაკონსტიტუციური, ფუნდამენტურად არასწორი პროცესი და ბატონო დავით უნდა გამიგოს. მახსოვს, მაია ფანჯიკიძის განცხადება მახსოვს. არა მხოლოდ მაია ფანჯიკიძის. ნუ მე მაია ფანჯიკიძის მახსოვს. მაიამ დაიწყო და მოყვა მთელი ერთი თვე განცხადება. კარგი, ბატონო თოს თხოვისე. გამოდის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ამბობს, სიტყვით ვიმეორებ იმას, რაც თქვა. ჩვენ მივიღებთ შესანიშნავი ცვლილება არის ბატონი ბიძინა დარჩება საფრანგეთის მოქალაქე, შეიძენს იმუნიტეტს და იმავდროულად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობა. თინიკო მითხარით, რა არის ამაში ტყვილი? რა შეფასებთ თუ რითიც დაიწყეთ ბიძინა ივანიშვილმა რატომ არ გააკეთა განცხადება? არა, ეს ბიძინა ივანიშვილმა მე მაინტერესებს, დიახ, ესაც მაინტერესებს. რატომ რაღაცა გარკვეულ სტადიაზე არა ადვოკატი, არამედ ბატონ ბიძინა მართქვა? რომ იცით რა არის, მე არ მჭირდება. თინა უკაცრავად. მონაწილეობა ამ გზით. გასაგებია, ბატონმა გასულდეს ყველა სტადიაზე თქვა. ერთი თვენახევრის განმავლობაში და ბოლოს ასეთი განცხადება გაკეთდა. ამ ჩვენ საუბარს არავითარ შედეგი არ მოყვება, იმიტომ რომ გავიგე ბატონო თუ თქვენი აზრი, ოღონდ ეს აზრი არ არის სიმართლე. გეთანხმებით რომ არჩილ კბილაშვილმა ეგ განცხადება ერთ-ერთ ღონისძიებაზე გააკეთა, მაგრამ მაგ ერთი განცხადების გარდა ათეულობით განცხადება და ხვალ პირობას გაძლევთ რომ გამოგიგზავნით ყველა განცხადებას ჩემს რატო არჩილ კბილაშვილის განცხადება უფრო უმნიშვნელო იმ განცხადებებზე? უფრო უმნიშვნელო არ მithქვამს, მე არ მithქვამს რომ განცხადება ნაკლები წონის მქონე ასეულობით განცხადება გაკეთდა. ასეულობით. მაია ფანჯიკიძის, თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილის, ირაკლი ალასანიას, ბიძინა ივანიშვილის თავად ძალიან მრავალი. მე მთელი თვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიები თხოვდნენ ისევე როგორც ჩემს მეგობრებს დებატებში დავждარიყავით ქრისტიან დემოკრატებთან სწორედ იმიტომ რომ პირველი დღიდან დაუპირისპირდით ამ განცხადებას. ეს არ არის სიმართლე. არჩილ მე არ მithქვამს რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ერთი განცხადება დევს არჩილ კბილაშვილის და 100 და რაც თავარია მათ შორის მრავალი ბიძინა ივანიშვილის, მაგალითად 9 მაისს გაგახსენებთ, ეხლა უცებ რაც გამახსენდა თარიღობრივი, უბრალოდ სხვების თარიღები არ მახსოვს, 9 მაისს ვაკის პარკში გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის, სადაც მან პირდაპირ თქვა ამის შესახებ და მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავლობით შემთხვევებში კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ვემიჯნებოდით, უარყოფდით და მიგვაჩნდა რომ იყო ფუნდამენტურად არასწორი და ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებდით. ეხლა მე არ ვიცი სხვანაირად როგორ და თუმცა თქვენ თუ გახსენებთ მეც გამახსენდა ერთი რამ, ეს იყო თქვენი დღევანდელი პოლიტიკური პარტნიორის ბატონი ირაკლი ალასანიას ცალკე და ბატონი შალვა ნათელაშვილის ინიციატივა მაშინ როდესაც ბატონი ავთო სათავეში ედგა საკონსტიტუციო კომისიას 2009-2010 წლებში ისინი მიმართავდნენ მას ცვლილების პროექტით. გეხსოვებათ თქვენც ხო? რომელიც ასევე ზუსტად ერთი ადამიანის ამბავს იყო მოგებული. ის რომ ვისაც ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა, მას აღარ ჰქონოდა უფლება დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის, სპიკერის და მე მაშინ ვთქვი რომ ეს საკონსტიტუციო სამართლის თავმჯდომარის მახსოვს ჩემი პოზიციაც თუ გახსოვთ, მე იმ დღესვე გავაკეთე განცხადება, მე პირადად როგორც იმ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვთქვი, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჩვენთვის ერთი ადამიანის გნებავთ საწინააღმდეგოდ, გნებავთ სამომხრეოდ, გნებავთ როგორც გინდათ, ასეთი ცვლილების განხორციელება. ისე რომ მათ არსებობს ეს მედია ლიტერატურა, ასე ვთქვათ და შეიძლება თქო. მოდი შეხოთ სინამდვილეს, მე თვითონაც დაახლოებით 8 წუთი დაგვრჩა გაცემის დასრულებამდე. სინამდვილე ესეთია. გინდათ თუ არ გინდათ, თქვენ ასე ვთქვათ ხელში შემოგაჩეჩეს თქვენი კოალიციის ქვეყანას და კოალიციის ლიდერსაც. ხო, მაგრამ მას ეს აქვს. და ვთქვათ რაღაც საყვედურები, კრიტიკა და თქვენ ჩვენ ეს არა გვაქვს. ეს გაჭირდება. არა, ხო, აი ხა რა გვაქვს ამაზე ვილაპარაკო.
არგუმენტი იმის წინამდე, რომ თქვენ ვერ იღებთ, თქვენ ლიდერი ვერ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში და ვერ მიიღებს მონაწილეობას. რას ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობა? საარჩევნო სიაში გვარდა სახელის ჩაწერას? მხოლოდ და წერტილი? უფლებას ჰქონდეს ხმა საარჩევნო ხმამიცა და ნიშნავს უფლებას იყო არჩევნო. მორჩა, ამით იმთავრდება საარჩევნო უფლებები თქვენის აზრით? არა, მართლა სერიოზულად გეკითხებით. ეს არის, არა, პოლემიკას არ ვუყურებ. ეს არის რასაც ტირაჟირებს თქვენი ტელევიზია. ბიძინა ივანიშვილი. მე თქვენ გისურვებთ. ხოდა პასუხობთ. არა, თქვენ ტირაჟირებთ. ეხლა პასუხობთ. რიტორიკულ კითხვასო არ შეიძლება? რიტორიკულ კითხვა ასვით. ეხლა პასუხი მარტივი. პოლიტიკურ უფლებებში აღდგენა. ბიძინა ივანიშვილის ამ ცვლილებებით სრულად არ ხდება. ბიძინა ივანიშვილს როგორც კანდიდატს არჩევნებში, რომელიც შეიძლება იყოს სიაში ჩაწერილი, არ აქვს უფლება კანონმდებლობით 27 დეკემბერს შეცვლილი აი საოცარი წარმოუდგენელი და ენით აუწერელი ბოდვებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ჩაწერეს, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში, იმიტომ რომ ის არის უცხოელი. ბიძინა ივანიშვილს იმავე კანონმდებლობით არ აქვს უფლება არავითარი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთოს საარჩევნო პროცესში. იმავე ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება დაიკავოს მინისტრის თანამდებობა, იმიტომ რომ ეს აკრძალვა ისევ ძალაშია, ის სხვა მუხლით იყო გათვალისწინებული. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად მისი თავმჯდომარე. თუმცა პრემიერ-მინისტრის უფლება აქვს და მინისტრის სხვადასხვა მუხლია, ერთია მუხლი, რომელიც მინისტრებს არეგულირებს და მეორე მუხლია, რომელიც უფრო მაღალი თანამდებობის პირებს არეგულირებს. ეგ ჩვენ ახლა არ გვაინტერესებს. კონსტიტუციით რეგულირდება. რა თქმა უნდა. მას არ აქვს უფლება თავარზე. კიდევ ბევრია იქ ძალიან გრძელი 18 პუნქტია, რომელიც პოლიტიკურ უფლებებს მინისტრობას არც ელტვის, როგორც ვიცით. ბატონო? მინისტრობას არა, არ ელტვის, ამიტომ ვიძახი, რომ კიდევ 18-ია და აღარ მოუყვები, რასაც არ ელტვის. რაც ეკრძალება, მაგალითად, საკრებულოს არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ახლა არ არის რელევანტური, ამიტომ უბრალოდ როცა ლაპარაკია, რომ სრულად ხდება მისი აღდგენა პოლიტიკურ უფლებებში, თავარი კომპონენტები გვაკლია. პოლიტიკურ კამპანიაში ვერ მონაწილეობს ერთი ის კანონის მაგ განცხადებაში წერია სხვათა შორის. მე მზად ვარ ვიარო კანონის ზღვარზე. მაგ განცხადებაში არის. ის ყოველდღიურად კანონის ზღვარზე დადის, როდესაც რეგიონებში დადის სამომრჩეველთან შეხვედრებზე და ასე შემდეგ. მას არ აქვს უფლება ფინანსური კონტრიბუციის მეორე მნიშვნელოვანი დებულება და მთავარი. რას ნიშნავს მოქალაქეობა? აი ხო ფინანსური კონტრიბუციის უფლება მას არ აქვს როგორც ევროკავშირის მოქალაქეს. როგორც უცხოელს მოქალაქეობის არ მქონდა პირს. მთავარი. და მე რას ნიშნავს მოქალაქეობა სინამდვილეში? მოქალაქეობა იმას კი არ ნიშნავს, რომ სამშობიარო სახლში დაიბადა. მოქალაქეობა იმას ნიშნავს, რომელი ქვეყნის ქვეშევრდომი ხარ და რომელი ქვეყანა იღებს შენზე პასუხისმგებლობას და მესამე კომპონენტი მოქალაქეობის, შენი გაძევება არ შეიძლება შენი მოქალაქეობის ქვეყნიდან. დღევანდელი ცვლილებებით, იმ სტატუსით, რომელიც ახლა რომ გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილმა ეს მუხლი, მას ენიჭება. ის არ არის დაცული საქართველოს სახელმწიფოსგან. მისი გაძევება შეუძლია საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერ მომენტში. ეს შიში არის ქართულ ოცნებაში? ბატონ დავით, ეგ არის ცინიკური კითხვა. არა. მე გელაპარაკებით იმაზე, რაზეც სულ ისმის არგუმენტები. მე თქვენ გეუბნებით, ეს ადამიანი დადის კანონის ზღვარზე. რას ნიშნავს შიში არის? ჩვენ როგორც სახელმწიფოში ვცხოვრობთ, კანონის უზენაესობა გვაქვს, ოდნავ მაინც ისე ზრდილობის გულისთვის, თუ შერჩევითი მართლმსაჯულება და შერჩევითი კანონი გვაქვს. აი შეგვეშინდა რომ საპატრიარქოს ღონისძიება რო დაფინანსდა, იმაზე რამე გვეთქვა, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ ყოფნის ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეუტიოს და უთხრას, რომ დაგაჯარიმებო და არარსებული ბრალდებით, არარსებული ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა გიორგობიანის გადმორიცხვით, ფონდი დააჯარიმეს ბიძინა გიორგობიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, არარსებული გადმორიცხვისთვის 900,000 ევროთი დააჯარიმეს. არ შემდგარი გადმორიცხვისთვის, იმიტომ რომ გადმორიცხვა განახორციელა გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა. ყველა დოკუმენტი ნანახი მაქვს. აი ეგეთ სახელმწიფოში ვცხოვრობ, სადაც იქ შეგვეშინდა, იმიტომ რომ ახლა ლეგიტიმაცია არ აქვს სახელმწიფოს, რომ საპატრიარქოში წავიდეს და დააჯარიმოს. ხოლოდ იმას, რომ მე არა ვარ ჩახედული მაგ საკითხში და არ შემიძლია დავსვა კითხვა რაღაცის დასაზუსტებლად და ჩასაბამებლად. ჩემი შეფასება გავაკეთო, არა? უბრალოდ მე ვიტოვებ პეჩს, რომ შეიძლება ასე არ იყოს. რა არ იყოს ესე? რომ საქართველოს კონსტიტუცია რა არის, აგერ გითხავთ კონსტიტუციის გიორგობიანის ამბავს გულისხმობ. გიორგობიანის ამბავს გულისხმობ მეც არა. რატო არ იცით?
საქართველოს ჟურნალისტი ხართ და ყველაზე მთავარი თემაა ადამიანი. კი ბატონო, ძალიან ბევრი რამე არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც იქ სადაც ვარ და პრეტენზია მაქვს, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყო. არ ვიკრებებოდი. არ გიორგობიაზე არ ვსლაპარაკობ, მე მაგალითად მოვიყვანე და მე მგონი ეს ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, რომ ეს იყო კონკრეტული მაგალითი იმისი, როგორი შერჩევითია მართლმსაჯულება და როგორი შერჩევითია კანონი ჩვენს ქვეყანაში. სადაც გვეშინია, ხმას ვერ იღებს სახელმწიფო და სადაც მაგრად გძნობს თავს, იქ უნდა მუშტები ვახერხოთ. ხო, და ვასრულებ. ანუ თავარი ამბავია პრობლემა. ეს არის ტყუილი, მე მინდა რომ საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს, ეს შანსი ძალიან იშვიათად მაქვს მე და ამ ეთერიდან მინდა მივმართო, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ტირაჟირებს ქართული მედია. რომ თურმე ყველა უფლება შეიძინა ბიზნესმენიშვილმა და ეხლა გაჯიქდა და არაპირებს ამ ყველა უფლებით სარგებლობას. ერთი, ჩვენ არ გვინდა უკანონობაზე მოვიდეთ და არ ჭირდება ბიზნესმენიშვილს პარლამენტში არჩევნებში მონაწილეობა იმისათვის რომ გახდეს ის რაც ის დაპირდა ქართულ ხალხს, ანუ პრემიერ-მინისტრი და მეორე ეს არის ტყუილი, რომ ის აღდგა პოლიტიკურ უფლებებში, იმიტომ რომ მას არ აქვს კამპანიის უფლება, ის არ არის ამ ქვეყნის დაცვის ქვეშ და მისი გაძევება საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ მომენტში, იმიტომ რომ ის არის სხვადასხვა მოქალაქე და ბოლო მართლმთავრების ნახევარი წინადადება 2014 წლის 1 იანვარი. შეიძლება ქვეყანაში გქონდეს კონსტიტუცია, სადაც საქართველოს პარლამენტში აირჩევ ხალხს, პარლამენტში, რომელიც რამდენიმე წლიანი, ანუ რამდენიმე წლით იმაზე მეტიანია, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილება მოქმედებს. და მე არიცი იმის მერე რა ხდება. აი 2014 წლის 2 იანვარს რომ იყაროს ახლა ბიზნესმენიშვილმა პარლამენტში კენჭი და დარჩეს დეპუტატად. რა ხდება 2014 წლის 2 იანვარს? რა ხდება? ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს ქვეყანაში? იქნება ბატონმა ავთომ გამწეს ამაზე პასუხი, როდესაც ის ამბობს რომ ლაპარაკია ამ საკანონმდებლო ნორმის ვადის გასვლაზე. დიახ, ვადის გასვლაზე. იმიტომ რომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ მე ვარ შეურაცხყოფილი ამ შემთხვევაში, როგორც ბატონი ავთოს აღზრდილი კონსტიტუციონალისტი, როდესაც ბატონი ავთო ამ ცვლილებებს გასაგებია, მადლობ. ნინა. ახლა 2014 წლის 2 იანვრიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მე მგონი სუპირველი განცხადება იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის წერილობით გაკეთებული, როცა თქვა რომ მეორე წელს დავრჩები პოლიტიკაში და მე წავალ კონსტიტუცია ამაზე არა უწყიათ, კონსტიტუცია აწყეს იმაზე, რომ ქვეყნის იმიჯ რეალური საფრთხე ექმნებოდა და რა თქმა უნდა პოზიციასაც ექმნებოდა საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ოპოზიციისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, იმით რომ ვითომ ჩამოართვა მოქალაქეობა და სინამდვილეში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა მოქალაქეობა, ამაზე ვერ ვთანხმდებით ქალბატონ თინას. არა, მაგაზე ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ საქართველოს არც ერთ კანონში არც ერთი მუხლი არ არის და ვერ მიმითითებთ, მითხარით მუხლების ნომრები. ეხლა 32 მუხლი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონში. რას გეკითხებით? თუ მომცემთ ნებას რომ არა, რას გეკითხებით? კარგი, მიპასუხეთ კითხვაზე, რომელიც არ გამისვავს და რას მიპასუხეთ კი ბატონო. სად წერია რომელ კანონში რომ საგამონაკლისო წესით მინიჭებული მოქალაქეობის დაკარგვაზე ვრცელდება იგივე პროცედურა, რაც მე და თქვენ რომ ეხლა წავიდეთ რომელიმე ქვეყანაში და მოქალაქეობა მივიღოთ იქ და ასე დავყარგოთ, სად რომელ მუხლში წერია რომელი კანონის წამაკითხეთ საგამონაკლისო წესით საჩუქრად მინიჭებული მოქალაქეობა. პრობლემა ეგ არის. თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მაშინაც საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელა, ახლა ბენდიკიძის გამო ეს საკითხი დარჩა. ნინო ლაპიაშვილის დრო არ წუთას, ნინო ლაპიაშვილის დრო. მას თქვენთვის არ სოციალ გაუწყობია დღეს. ოღონდ ჯერ ერთი მე არ მithქოს რომ შეიძლება რომ არ გამაჩეროთ მეთქი, იმიტომ რომ არ შეიძლება მოსახლეობა მუდმივად წყვილში ვამყოფოთ. ამაზე უბრალოდ პატივს გცემთ. ხო, აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონმა თინამ იკითხა საწერია ის და მაშინ როგორც იურისტი ვეთქვი რომ არსებობს ზოგადი და სპეციალური ნორმა. სპეციალური ნორმა იქნებოდა საგამონაკლისო ნორმა იქნებოდა სპეციალურად ჩადებული, ხოლო არსებობს ზოგადი ნორმა მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის 32 მუხლი, რომელიც მე-4 პუნქტი კონკრეტულად ამბობს, რომ მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველი არის თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, ანუ მან დაკარგა და არ ჩამოურთმევიათ. შესაბამისად, როდესაც აქ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყნის იმიჯს ექნებოდა ძალიან დიდი საფრთხე, აქ და შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ფუნდამენტს დაარტყეს და დაარტყეს საქართველოს კონსტიტუციის. მართლა ძალიან დიდ ბოდიში ხდება, მაგრამ არ ფიქრობთ რომ არა, ერთი კაცისთვის კონსტიტუციის ცვლილება. მაშინ კი ბატონო ამ რეჟიმში ვილაპარაკოთ, შემიძლია ნამდვილად ერთი კაცი რომელსაც აქ საქართველოს ბიუჯეტზე მეტი თანხა, ეს ერთი კაცი არის ძალიან
დიდი ფიგურა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლიო ასპარეზზე შესაძლებელია საქართველოს იმიჯს რაღაცა საფრთხე დამუქრებოდა. ხო, ამიტომ იმას ხო, ხა რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანუ მე მაგალითად გამიგია ჟურნალისტიდან, ხო, ჟურნალისტებისგან გამიგია კითხვა, რომ რატო არ შეცვალეს მაგალითად კანონი და რაღაცა სხვა ახალი პროცედურა არ ვერ შეცვლიდნენ ბატონო კანონს, იმიტომ რომ მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა პირდაპირ რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით. მეორე თავით შეცვალოთ ამაში გეთანხმებით. არც კანონი, ხო, ნუ კი ბატონო. არ ვიცი მაგითხოვს. ხო, ეხლა მესა კი დასვეს. რადიო უცნაურში დამისვა ერთმა ჟურნალისტმა და რატო მე მიმაშე რომ იმ პერიოდში იყო, როდესაც განხილვა დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ლეგიტიმური კითხვა იყო. ეხლა მესამეს რაც შეეხება, ხო, რატო არ მიმაშინია რომ ფუნდამენტს დაარტყეს პირიქით, ჯერ ერთ საქართველოს იმიჯი გადარჩება ამითი და ფაქტიურად ბატონ ბიზინა ივანიშვილს არ დაუტოვეს არჩევნები, კი მაინც თქვა რომ მე არ მივიღებ მონაწილეობას და რაღაცა ეს პინგ-პონგი გრძელდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ რეალურად მას აღარ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ მე არ მაძლევენ, აძლევენ, მაგრამ ნებაყოფლობით ამბობს უარს და ესეც საერთაშორისო საზოგადოების თვალში მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება კონსტიტუციის ცვლილებას. ისე რაღაცა ქალბატონი თინა მე უფრო მგონია რომ პოზიტივისტია და მე უფრო რეალური სამართლის სკოლის მიმდევარი ვარ, იმიტომ რომ ძალიან რეალისტი ვარ და მომწონს ეს თეორიაც იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად მახსენდება სამართლის დიდი თეორეტიკოსი იყო ესეთი ჰარტი, რომელმაც როდესაც საუბარი იყო და მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით რა არის სამართლის არსი და ბუნება და ასე შემდეგ და ამბობდა რომ ერთ-ერთი ნიშან-თვისება სამართლის არის ის რომ იგი აი რაღაცნაირად შეუქცევადი და მუდმივობის პრეტენზია გააჩნია მას მოიყვანა მაგალითი რომ 1735 წელს მიღებული ჯადოქრობის შესახებ კანონი გამოიყენეს 1954 წელს ერთი ქალბატონის მიმართ რომელიც მკითხაობდა და ამაში ცნეს ის ბრალდებულად ანუ აქ საუბარია იმაზე რომ იმდენად დინამიურად ვითარდება საზოგადოება და განსაკუთრებით 21 საუკუნეში რომელიც ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით მართლა ძალიან შეუქცევადია ეს პროცესი და ძალიან დინამიურია შეუძლებელია იმაზე საუბარი რომ იცით რა არის აი კონსტიტუცია უნდა იყოს ხელშეუხებელი როცა გამოუვალი სიტუაცია არსებობს ქვეყნისთვის როცა მართლა ქვეყნის იმიჯი და საერთოდ საქართველოს მოსახლეობა შეიძლება რამე საფრთხე დავუდგინოთ ზუსტადაც უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია და მე მგონი ერთადერთი პოზიტივისტი იყო რომელიც მე არ მიყვარს კელზენი რომელიც იძახდა რომ კონსტიტუცია კი არაო კიდე არსებობს ზოგადი ნორმაო რომელიც ხელშეუხებელიაო და ის ზოგადი ნორმა განაგებს ყველაფერს და ჩემთვის 21 საუკუნეში როცა ასე დინამიურად ვითარდება ტექნოლოგიების საზოგადოებას შორის ურთიერთობები რა ვიცი ძალიან დაჩქარებულია პროცესები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ 1954 წელს გაასამართლეს ქალი მკითხაობისთვის ინგლისში 1735 წელს მიღებული კანონისთვის და ეს მართლა ცივი წყლის გადმოსხმა იყო პოზიტივისტებისთვის ეხლა წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ქვეყანა დემოკრატიის გზაზე კი არ არის და რეგიონში გამორჩეული მაგალითი კი არ არის, არა ის ამ ქვეყნის მთავრობა ხელს უშლის თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, რომ არჩევნების პროცესში ჩაერთოს და ამში. რომ ეს ესეა? რაში? რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის თავის მთავარ ოპონენტს, ძალიან უბადრუკად და საცოდავად, მაგრამ ხელს უშლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მეპარება. მითხარით კონკრეტული ამბები, მითხარით სიმართლეა თუ არა, რომ ბიზნა ივანიშვილს საკონსტიტუციების მიუხედავად დღესაც, როდესაც ის ზალაში შევიდა, აკრძალულია პოლიტიკურ კამპანიაში. მაგაზე გაგცემთ პასუხს, კარგია რომ გამახსენეთ. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობაში რეჟიმში უფრო გავერკვევ. ესე იგი ბიზნა ივანიშვილი მანამდე სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებდა მუდმივად იყო პოლიტიკაში შემოსული და მუდმივად ხო ეხლა რაც შეეხება კანონიერება უკანონობას როდესაც ქვეყნის იმიჯს ასეთი რეალური საფრთხე შეიძლება მიადგეს ეხლა და დაახლოებით იმას ერთად რო ქონდა 2 დღის წინ გადაცემა არა მე მაგის მომხრეა რომ მაგრამ სამართლის რეალისტური თეორიის ძალიან აქტიური მიმდევარი ვარ და იმაშია რომ უნდა დავარღვიოთ კანონის მაგას ეს იმას ნიშნავს რომ შეუძლებელია კონსტიტუცია იყოს ხელშეუხებელი განსაკუთრებით 21 საუკუნეში და მუდმივად ვიძახოთ ის რომ იცით რა კონსტიტუციის ყოველი ცვლილება არის ქვეყნის ფუნდამენტზე და არ არის ბატონებო ესე იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენი ერთი ადამიანი რომელსაც სახელმწიფოზე მეტი ბიუჯეტი სახელმწიფოს ბიუჯეტზე მეტი თანხმდება და არა ბიზნა ივანიშვილი მოდი წრე შევკრათ ჩვენს გადაცემაში და აღარ ვაპირებ იმიტომ რომ შევკრათ წრე ჩვენს გადაცემაში და დაუბრუნდეთ იმ სტუმარს ჩვენი გადაცემისა ვისთაც დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა და ამით დავასრულოთ იგი ბატონ ავთოს მიმართავ დასკვნითი სიტყვისთვის. ნუ ქალბატონ ნინომ ნაწილობრივ გასცა პასუხი იმ კითხვებზე რომელიც თინიკომ დასვა. მე ამ გადაცემის ფორმატში ძალიან ძნელია აქ სამეცნიერო დავის განხილვა სამართლებრივი კაზუისტიკის გამოყენება ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც მინდა
ორეოდე ჩემთვის აქსიომატური კონსტიტუციური დებულება მოგახსენოთ თქვენ. პირველი, რა თქმა უნდა მართალია თინიკო, რომ კანონმდებლობა, მიმდინარე კანონმდებლობა ყველა ამ ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ეთქობა ვერ მოესწრება ამ ცვლილებების განხორციელება, მაგრამ მე მინდა თინიკოს შევახსენო და ეს ძალიან კარგად იცის მან, რომ კონსტიტუციის ნორმები პირდაპირ მოქმედებისა არის. ამიტომ იმ ცვლილებების შესაბამისად იმ ცვლილებები თინა დაამთავრებინეთ რა. არა, უკაცრავად რა, რას ნიშნავს დაამთავრებინეთ? რას ნიშნავს და დაამთავრებინეთ? ამას რაც მე არ მithქვამს. მე კონკრეტული კითხვები დავსვი. რა შუაშია კაზუისტიკა ხალხო? კონკრეტული კითხვები დგას. აქვს თუ არა ამ ადამიანს პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა დაამთავროს თავისი გამოსვლა? ამ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. ის გააძევოს ქვეყნა. კი ბატონო, გიპასუხებ თამაზე, თინიკო. გასაგებია და გიპასუხებ, აცალეთ პასუხი. აცალეთ პასუხი. პირველი აქვს თუ არა მას მონაწილეობა საარჩევნო კომპანიაში მონაწილეობის უფლება? რა თქმა უნდა აქვს, ვინაიდან იგი რეგისტრირებული იქნება როგორც კანდიდატი. არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემდეგ დაცული არის მისი იმუნიტეტი. უსმენთ ბატონო თინა უკაცრავად. შემდეგ მე არ ვიცი როგორ უნდა ვილაპარაკო ამ შემთხვევაში. გთხოვთ ილაპარაკო. კიდევ ერთხელ მიმეორებ, ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში როგორც აქტიური, ისევე პასიური საარჩევნო უფლებით. თუ იგი დარეგისტრირდება როგორც კანდიდატი, მას ექნება იმუნიტეტი, ანუ უსაფრთხოების ზომები, მას ექნება უფლება განახორციელოს საარჩევნო კამპანია, წინა საარჩევნო კამპანია, მიიღოს მონაწილეობა დაფინანსება სიამაში. მე მგონი ეს კითხვები დასვით თქვენ, ხო, თინიკო? და თუ გაიმართლეთ, უკეთიცით რომ სიმართლეს არ შეესაბამება. იმიტომ რომ არსად კონსტიტუციაში არაფერი ამის შესახებ არ წერია. კონსტიტუციაში მხოლოდ ის წერია, რომ არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ეწეროს სიაში ნომრით და მივიდეს არჩევნებზე და ჩააგდოს ბიულეტინი და მორჩა. იმიტომ რომ ის ვერ იქნება ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, იმიტომ რომ მას არ აქვს არც ერთი ის უფლება, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობაში პოლიტიკოსებს გვაქვს, რადგან პირდაპირ სიტყვისად ლაპარაკობს ქვეყნის კანონმდებლობა შეზღუდვებზე უცხოელებისთვის. ეს არ არის აბსტრაქტული ნორმები, ეს არის კონკრეტული პირდაპირი ბიძინა ივანიშვილისთვის 27 დეკემბერს კანონში ჩაწერილი ნორმები. განსხვავებული ინტერპრეტაცია გვაქვს იმ ცვლილებებზე, რომელიც აქ არსებობს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ აუდიტორიაში დავწდე და ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. უბრალოდ არ მაძლევს საშუალებას არ მაქვს რომ ბოლომდე ვთქვა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. აგერ არის პირდაპირ წერია, რომ იგი შეიძლება გახდეს კანდიდატი. თუ კანდიდატი გახდა, კანდიდატს ექნება ყველა ის უფლება, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს გააჩნია. მე არ ვიცი აქ რა არის წერია, რომ ყველა ის უფლება აქვს, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს. წერია რომ უფლება არა აქვს. რა თქმა უნდა, პირდაპირ წერია. პირდაპირი მუხლებია კანონმდებლობაში, პირდაპირი, რომელიც ამაკრძალავს აწესებს. საქართველოში 27 დეკემბერს შეცვლილი 2 ბოდვა კანონით, საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში. პირდაპირ იმ ბოდვების კრებულებში, რომელიც 27 დეკემბერს შექმნა საქართველოს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოსაცილებლად, ეს აკრძალვები პირდაპირ ჩაიდო. ამიტომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ რაღაცა აბსტრაქტულ, კაზუისტიკურ, ვერავინ რომ ვერ გავიგებთ და ახსნას რომ ვერ მოუძებნით ასეთ ამბებზე. ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? ერთი პატარა რაღაც მინდა ვთქვა, ეხლა და დავასრულებ მართლა არაფერს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ გასაგებია, მე მგონი ყველაფერი ითქვა და მოსახლეობის ყველაფერი ნათელია. ჩვენ აი როცა ვლაპარაკობთ, რომ არ უშნიან. პატარა სურპრიზია გაცემის ბოლოს გიორგი თარგამაძე არის ხაზი, მოგხსენებთ ის გახლავთ. აღარ არის უკეთ. შეიძლება მართლა ნახევარწლიანობას ვამბობ, დავასრულებ, როდესაც ამბობენ რომ საქართველოს კანონმდებლობაში უკაცრავად საქართველოში დღეს არ უშნიან ხელს ქართულ ოცნებას, მარტივ წინადადებას თუ რთულ კვეწყობილს. ნახევარწლიანობაში ძალიან გწევრი. აი უკვე დამთავრებული მექნებოდა და. კარგი. როდესაც ამბობენ რომ საქართველოში ხელს არ უშლიან, მინდა პატარა სასაცილო გასართობად ბოლოში ამ დაძაბული საუბრის შემდეგ მაგალითი მოგიყვანოთ. მოგეხსენებათ რომ 27 მაისს აქციაზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება რომ 7 ივნისს აქციას ვატარებთ ქუთაისში. შესაბამისად 28-ში ქუთაისის მერიას მივმართეთ განცხადებით როგორც ხდება გაფრთხილება გაუგზავნოთ. მიგიხარ თუ არის? ხო, და როგორ გითხრეს იცი თუ არის? ჩვენ კანონში წერია ცალსახად, აი როდესაც კანონის ინტერპრეტაციებზეა ლაპარაკი, იმედი აქაც არ შევედავებიან იურისტები. კანონში წერია, რომ პირველი ვინც განაცხადებს, თუ არის კონკურენტული მოთხოვნა, მაშინ იმისია მოედანი. ჩვენ გითხრეს, რომ 29-ში, ანუ იმის შემდეგ, რაც ჩვენ 28-ში ოფიციალურად მივმართეთ,
29-ში თორემ ქუთაისის მერია მიიღო სხვა განაცხადი და იმ სხვა განაცხადს მიანიჭა ოპერატესობა ქუთაისში თავარი მოედნის გამოყენებაზე. და ეხლა მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს რა არის სხვა განაცხადი. პირველი, ნომერი მე-12 ბაგა ბაღის ბავშვთა კონცერტი. ნომერი პირველი, ნომერი მეორე, ნომერი მესამე ბაგა ბაღი. ნომერი მე-5 ბაგა ბაღი, ნომერი მე-14 ბაგა ბაღი, მე-9 სკოლა ბახტრიონი, სკოლა დიდრო და ასე შემდეგ და გაწერილია 1 ივნისიდან 1 ივლისამდე. 1 ივნისიდან 1 ივლისამდე აი ამ კონცერტებით ხალხო დაკავებულია ქუთაისის მთავარი მოედანი და ჩვენ ადამიანებს რომლებიც ვამბობთ და მე მგონი 27 მაისის მერე ლეგიტიმური საფუძველი გვაქვს თქვათ რომ მრავალ ათას ხალხს მოვიყოთ გვეუბნება რომ აი ხე სადმე ქუჩის ბოლოში შეიკრიბეთ ახლა და პრობლემა არ გექნებათ იქ ილაპარაკეთო ეს სასაცილოა მე ამას რა თქმა უნდა ეხლა სერიოზულად ამაზე არ ვილაპარაკებ მაგრამ აი ესეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე იმ ბავშვებს ვეფერები გუშინ ჩემშულს ქონდა ზეიმი და ფანტასტიკური ზეიმი იყო მაგრამ შეუძლებელია რომ ბაგაბაღის ზეიმა მოიზიდოს 10,000-ობით ადამიანი და მისი სხვა ადგილზე გადატანა იყოს შეუძლებელი როცა შენ ამბობ რომ 50,000 მინიმუმ კაციან მიტინგს იცი დავიწყეთ და სად მივედით სად მივედით ხო ამაშია საქმე აი აქ მივედით იქიდან რითიც დაიწყო მიხელ სააკაშვილმა 2003 წელს ვარდების რევოლუცია ამით დავასრულებთ კიდეც ხო, პირველი უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბიზინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიას უკვე დიდი ხანია ეწევა. არა, მე ვთქვით რომ დავასრულებ. საარჩევნო კამპანიას ბიზინა ივანიშვილი უკვე ეწევა და ეწევა აქტიურად და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. ბიზინა ივანიშვილმა გააკეთა საკმაოდ სოლიდური კონტრიბუცია, არ ვიცი რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სოლიდური, ვიდრე რაღაც 4 პარტია შეწირა თითო მილიონი და ამის შემდეგ ბიზინა ივანიშვილს არსად არ გადაურიცხავთ. ხო. არც ერთი ლარი, ეს არის ტყუილი. არც ერთი ლარი. ანუ თქვენ არ მიგიღიათ 1 მილიონი. ბიზინა ივანიშვილს არც ერთი ლარი. ბიზინა იოვანიშვილს არა. ბიზინა ივანიშვილს არც ერთი ლარი. არც ერთი ლარი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გადაურიცხავს. ანუ თქვენ 1 მილიონი არ მიგიღიათ? ეხლა ეგ არის დემაგოგია. თქვენ თქვით, ბიზინა მე ვლაპარაკობ, ბიზინა ივანიშვილს აქვს აკრძალული რაღაც. თქვენ თქვით, რომ ბიზინა ივანიშვილმა ეს უკვე გააკეთა. მნიშვნელოვანი საქართველოში არანაკლებ მნიშვნელოვანი ფულის მიღება როგორც შედეგი რაღაცა ტრანზაქციების, ხო? ეს არის კითხვის არსი. დაასრულოს, თინა უკაცრავ. ეს არის ბიზინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ ჩვენ ახლა აქ. ბუდიშის მოხდებით. უსწრაფად უღალატეთ თქვენ სიტყვას, რომ არ შეაწყვეტენ. ხო, მაგრამ ხა ყოველს როდესაც იტყვიდა, არავის არ მიცემ. ანუ არის ის რომ მილიონი არ მიუღიათ თქვენს პარტიას ბიზინა ივანიშვილისგან. აბა ვისგან მიიღეთ? საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისგან. და ეს არის პრინციპულად ბიზინა ივანიშვილი არის უკან. თქვენ იცით ბიზნეს აქტივობა რას ნიშნავს? დაამთავროს უკაცრავად კომპანია ეს არ არის პოლემიკის საგანი მილიონიანი ბრუნვა და აკეთებ კონტრიბუციას. თქვენ ფიქრობთ რომ ამ კომპანიებში ბიზინა ივანიშვილმა ჩემოდნით მიაქვს ფული და ესე მერე იხდიან? ესე ფიქრობ საქართველოში და საქართველოში პოლიტიკაში გვიწევს ხო არა ეხლა ძალიან არასერიოზულ რაღაცებამდე ესე იგი ну მაშინ ისევ იგივეს ვიტყვით ჯერ ერთ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ფინანსური კონტრიბუციები საკმაოდ გააკეთა ოპოზიციურ სპექტრში და ეხლა ქალბატონ თინას დაუჯერებენ თუ ხო რამდენია საკმაოდ და რამდენი არის საკმაოდ და გააკეთეს თუ არ გააკეთეს ყოველ შემთხვევაში დემოკრატიულ ქვეყნებში დადგენილ ფიზიკური პირისაგან შემოწირულობის ლიმიტს დიდი ხანია აცდა და არა მხოლოდ 60,000-აც და არამედ 10 და ძალიან კარგად. ეხლა რა შეეხება უკაცრავად დამასრულებინეთ თუ შეიძლება. ეხლა ვაპარაკობთ. ხო, ანუ არ მიგიღიათ ბიზინა ივანიშვილთან გავიგე ეს სიახლე ძალიან საინტერესო არის, რომ რაში ძალიან ეჭვმეპარება. ხო, ძალიან მეეჭვება. ჯობია მე მგონი დავასრულოთ. ეხლა რა შეეხება სხვა საკითხს, ბიზინა ივანიშვილს აქვს თუ არა ამის უფლება ძალიან წმინდა ფორმალისტურად თუ განმარტავს როგორც ქალბატონი თინა განმარტავს, შეიძლება ესე ვამტკიცოთ, რომ არ აქვს ამის უფლება და შესაბამისად. აქ მთავარი არის, რომ შეიძლება ძალიან ფორმალისტური განმარტების მიხედვით რაღაცა უფლებები არ აქვს, რაც საქართველოს მოქალაქეს გააჩნია, ეს ბუნებრივია, რომ აქ იმიტომ რომ ფორს მაჟორში მიღებული გადაწყვეტილება, მაინც ეს კონსტიტუციო ცვლილება. მაგრამ რას თავარია აქ შანსების თანაბრობა. შანსების თანაბრობა კი დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. უპირატესობა აქვს, მაგას შეგიძლიათ მაგაზე არ იმეორებოდი. ხო, რატომ აწყვეტინებთ? ეგ თქვენი ინტერპრეტაცია? ჩემი ინტერპრეტაცია კი არის, ეს არის ქართული ხალხის მიერ ნათქვამი ინტერპრეტაცია. არავინ არ გაწყვეტინა. გასაგებია ქართული ხალხის ინტერპრეტაცია. როდესაც თქვენ ვაპარაკობთ, მე არ შემიძლია ამ ტირაჟირებაში მოგაწევათ თქვენთვის შეიძლება ქალბატონმა უბრალოდ საინტერესო ადასტურებთ თუ არა ის რომ ბიზინა ივანიშვილმა
პარტიებს მე არაფერს არ ვადასტურებ, არაფერს არ უარყოფ, მე მიყვარს გადაცემა. ანუ საინტერესო პოზა გაქვთ რომ არაფერი არ არის, ინფორმაცია არ აქვს. დამასრულებინათ ქალბატონო ჩემი საქმეა, მაყურებელმა მოისმინოს პოზიციები თანასწორად. ანუ თანასწორად მოისმინოს პოზიციები. თინა განმარტება მოხდა იმასთან დაკავშირებით იმის გამო რომ ბატონ ბიძინას არ აქვს მოქალაქეობა, რამდენი რამის უფლება არ აქვს. წმინდა ფორმალისტური თვალსაზრისით თუ განმარტავთ, შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ იურისტებმა, რომ მართლაც ეს შეზღუდვები უფლებებთან დაკავშირებით აქვს. რაც ყველაზე მთავარია, მთავარი უფლება, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით მოიპოვა, ეს არის შანსების თანასწორობა. შანსების თანასწორობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ფუნდამენტური პრინციპი იმისა, რომ შენი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინო და ამის საშუალება ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეხლა რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში არ იღებს თუ ვერ იღებს მოწესრიგება, ამის უფლება არ აქვს და რატო არ იღებს? ხო, რატო იღებს და თურმე კანონს არ აქვს და უფლება აქვს თუ არა, ეს არის წმინდა ფორმალისტური განმარტება იურისტებისა, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ თავისი ქულები დაიწეროს იმასთან დაკავშირებით, როგორი დაჩაგრული არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში. ხო, არა, ეს ჩემი შეფასება არის. მართლა რას ნიშნავს თქვენი შეფასება? ჩვენ ეს არ გითქვამს, არასოდეს პირიქით ჩვენ ვიძახით რომ ის დაჩაგრული კი არა. დაჩაგრული ის კაცია, რომელიც ხან მოქალაქეობას ართმევს, ხან უკანონოდ არ ანიჭებს, ხან ქუთაისში საბავშვო ბაღის ბავშვების აფარება გადაწყვიტა და კიდე ძალიან ბევრ სასაცილო რამეებს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი შიშები დათრგუნოს. ვინ არის საცოდავ მდგომარეობაში დაჩაგრული? ამას ხედავს ქართული საზოგადოება. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორც საქართველოს ქალბატონმა იმას ვერ უარყოფს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვამ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები მოგიტანათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ხო, ანუ ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ აწყობს საერთაშორისო პარტნიორების თვალში რომ ეს ასე წარმოჩინდეს და მე მიმაჩნია რომ აი ამის საფუძველი უბრალოდ აღარ არსებობს. ეხლა მისი არჩევანია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ამით თავდება დიალოგი. თინა, უღრმესი მადლობა. დრაივი და ვნება ამ გადაცემისა. მე სიმართლე არ ველოდი რომ ესე ტემპერამენტიანად წარიმართებოდა. კამათი ამ ნიადაგზე, რომ მაინც ხო, თქვენს პოლიტიკურ ტემპერამენტს უნდა უმადლოდეთ. იმ ინტერესს, რაც ალბათ ჰქონდა სამგანცემის მიმართ. ნინო ლაპიაშვილი, თინა ხიდაშელი, ავთანდა დემეტრაშვილი გახლდნენ დიალოგის სტუმრები დღეს. ჩვენი საუბარი დღეს ამით თავდება. მადლობთ რომ მომზადეთ. ნახვამდის.